რაც ხელისუფლების განცხადებას რეალურად მიზანიც ეს არის, იმიტომ გააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცამ აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაცვლილი, ჩვენ თავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან. რა თქმა უნდა, 4-დან 3 ბარიერ გადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2 პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. რეალურად ყველა ხედავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესე ჩაუვარდა. რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მიხეილ ყავალაშვილის ინაუგურაცია შედგება 2 დღეში და მას საკისრია ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ვიტყოდი რთული ფუნქცია, დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყავალაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამის პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა საშილახსოვრების დაწესებულებაში, რა თქმა უნდა ეს არ არის სასურველი სურათი, შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი.